საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების ჟურნალისტი ლევან ურიდია აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ გამოცხადებული ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებული გახდა, რომელმაც პირველი ადგილი საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის მოიპოვა, რომელიც ნომინირებული გახდა აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში. რამდენიმე წამში უკვე სტუმართან დაგებრუნდებით, არ გადარჩით. ლევანი უკვე ჩვენთან ერთადაა, ჩვენი კოლეგა ლევან ურიდია დილომშვიდობისა. მადლობა, მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. და დავიწყოთ საუბარი ამ პრემიაზე, რომელიც პირველად ჩატარდა, როგორც ვიცით, როგორ შეიქმნა ეს პრემია და ზოგადად დეტალები გვაინტერესებს ამ დაჯილდოების. მოკლედ, პრემიის შესახებ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ გამოცხადდა ეს პრემია, ჟურნალისტური პრემია ალექსანდრე საშა ბერულავას სახელობის. მაყურებელმა რო იცოდეს, ალექსანდრე საშა ბერულავა იყო აფხაზეთის ტელევიზიის ერთი დამფუძნებელი, იყო პირველი დირექტორი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და შესაბამისად და ყველაზე ტრაგიკულად დაასრულა მას სიცოცხლე. ის მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს აფხაზეთში ომის პერიოდში და სწორედ მის სახელობის პრემია დაწესდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ქართული მედიისთვის. კი, ნამდვილად და შენი სტატიის თემატიკა გვაინტერესებს და როგორ ფიქრობ, რის დაიმსახურა ეს პრემია? ჩემი სტატია ნომინირებული იყო საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში, პირველი ადგილი მოიპოვა. ეს სათაური იყო ესეთი სტატიის, რომ მშვიდობის გზა, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების თანაცხოვრების პერსპექტივები, ანუ როგორ ხედავთ ჩვენ და როგორ ხედავენ ისინი, მეორე მხარე ენგურს გამოღმა და ენგურს იქით მცხოვრები ახალგაზრდები. ეს ის თაობა, რომელიც ომის შემდეგ დაიბადა და გვაინტერესებდა სწორედ ეს იყო ჩემი იდეა ფიქსი, რომ მათი ხმა გაეგო აუდიტორიაზე, ისინი როგორ ფიქრობენ. და როგორ ფიქრობენ, საინტერესო. აი შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ მათგანს არ ქონია ანტაგონისტური განწყობა, როცა სტატიაზე მუშაობდი, თავიდან თითქოს და უნდა ყოფილიყო სატელევიზიო რეპორტაჟი, თუმცა შემდეგ ისე გადალაგდა რაღაცები, რომ გადავწყვიტე რომ ყოფილიყო მულტიმედია ვრცელი სტატია, რადგან ჩემი მხრიდან როგორც ჟურნალისტის მხრიდან უნდა ყოფილიყო დაცული ჩემი რესპონდენტის უსაფრთხოება. გასაგებია რომ ქართული მხარე ჩავწერე, გავესაუბრე, თუმცა აფხაზური მხარეც ხო უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, დიახ, გადავწყვიტეთ რომ ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული მათი უსაფრთხოება და სტატიაში ისე გააკეთდა და ისე დაბალანსდა, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა და სხვადასხვა აფხაზი ახალგაზრდა, რომელსაც მე გავესაუბრე, იქ მცხოვრები ახალგაზრდები. ეთნიკურად აფხაზი არის, იქ მცხოვრები აფხაზი არის. როგორ დაუკავშირდი, როგორ იპოვა საინტერესო? საერთო მე ვარ თვითონ აფხაზიდან დევნილი და ჩვენ რაღაცა გვაქვს საერთო ნაცნობობა, ხო და აი ალბათ ინტერნეტით, ხო? ინტერნეტით არა. კომუნიკაცია მოხდა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც იცნობდა აფხაზ გოგონას, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ნამყოფი ენგურს გამოღმა საქართველოში, ესე რომ ვთქვათ, კონკრეტულად აჭარაში, ისე უბრალოდ დასათვალიერებლად ჩამოვიდა და აი მაშინ გაიცნო ამ გოგონა, მე მათ კონტაქტები დაამყარეს ხო ერთმანეთთან და აი მაინტერესა მისი აზრი როგორი იყო. ვიცოდი გარკვეულწილად მქონდა ინფორმაცია, მაგრამ უფრო დეტალურად გავესაუბრე და აი იცი რა იყო ყველაზე გასაოცარი, ეს გოგო მოიხიბლა აქაური სიტუაციით, აქ არსებული გარემოთი და როცა ჩავიდა აფხაზეთში ამის შესახებ მან ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა, რა თქმა უნდა მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით ამას, მაგრამ გააჟღერა ეს ინფორმაცია და როდესაც უკვე 27 სექტემბრის ოხუმის დაცემის დღეს მის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ჩნდება პოსტი, რომ აფხაზები, ქართველები არიან ჩვენი მტრები და ჩვენ არ გვინდა მათთან თანაცხოვრება და შემდეგ როცა გავარკვიეთ, ეს არ იყო მისი პოზიცია, მას დააწერინეს ეს გარკვეულმა ჯგუფებმა, რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება და რა თქმა უნდა ეს ეწოლა არის ამ კუთხით, ხო? ისინი არიან ძალიან დიდი პროპაგანდის ქვეშ, ისინი არიან იმ ვაკუუმში, იმ სივრცეში, სადაც რეალურად განსხვავებული აზრი არ შედის და სწორედ ეს იყო ჩემი
სათქმელი რა აუდიტორიისთვის მიმეტანა რომ ქართველი და აფხაზი ქართველები და ეთნიკურად ქართველები და ეთნიკურად აფხაზები რას ფიქრობენ ის თაობა რომელიც ომის შემდეგ გაიზარდა მე ჩავწერე რა თქმა უნდა აფხაზენ დევნილი ახალგაზრდებიც გავესაუბრე მათ და ასევე საკუთრივ აფხაზები და არც ერთ მათგანს არც ერთი წამით არ ქონია იმის განცდა რომ რაღაცა ჩვენ არ გვინდოდეს ერთად თანაცხოვრება რაღაცა ჩვენ ერთმანეთისგან უნდა ვიყოთ დისტანცირებული ანუ ახალი თაობა ახალი სისხლი უკვე სხვა აზრზეა ხო დიახ შეგვიძლია ამის თქვა გარკვეულწილად თუ დაანახებ მათ შენ რა იგზენი უკავშირი აი მაგალითად რო უთხრათ აუხსნათ მაყურე მე ყოველ შემთხვევაში ქართველი ან დევნილი ახალგაზრდებისგან რომელსაც გავესაუბრე სტატიის წერის პროცესში პირიქით ისინი ფიქრობენ რომ სწორედ დიალოგი არის ერთადერთი გზა ქართველებსა და აფხაზებს შორის დიახ რომ ჩვენ დავამყაროთ ურთიერთობა და რაღაც ახალი ნაბიჯები გადავდგათ ერთმანეთთან შერიგების თვალსაზრისით, დიალოგის თვალსაზრისით, იმიტომ რომ და სწორედ ეს არის მედიის ფუნქცია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მედიატორი და მხარეებს შევუწყოთ მშვიდობის მშენებას და მათ შორის არ მოვახდინოთ რაღაცა გარკვეული ბარიერები. სხვათა შორის TikTok პლატფორმას ხშირად ვადევნებ თვალყურს და ბოლო პერიოდში აი ვაკვირდები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ამ კუთხით. რაღაც საერთო ლაივ ჩართვებიც აქვს, აფხაზი ახალგაზრდები, ქართველი ეთნიკურად ქართველები, აი ეს რაღაცა ჯგუფებიცაა შექმნილი და აი ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს, რომ რაღაცა ახალი თაობები უფრო მეტად იყვნენ გათვითცნობიერებულები დღეს როგორია საქართველო და ეს საინფორმაციო ვაკუუმი რაც არის აფხაზეთის ტერიტორიაზე რაღაცნაირად აი სოციალური ქსელები და ინტერნეტით თითქოს აღმოფხრილია, ასე ვთქვათ. შენი ემოცია მართლა საინტერესოა როგორი იყო, აი როგორ ფიქრობ, რა განსხვავებაა ვთქვათ აი ამ ახალ თაობაზე, რაზეც ვიზეც შენ ქონდა შენი სტატია, იმათი აზროვნება, იმათი ემოციები და როგორია აი გასული თაობების რო შევადაროთ. არის სხვაობა? კი, აშკარად არის სხვაობა, იმიტომ რომ რეალურად ის თაობა, რომელიც ომის პერიოდში დაიბადა გარკვეული ტრამვები არსებობს, რა თქმა უნდა, ომი ძალიან უდიდესი ტრამვა არის ყველა ადამიანისთვის და ეს არსებობს მათ გონებაში, მათ ფსიქიკაში და ამას ვერ წაშლი ვერანაირად. თუმცა ეს ახალი თაობა, რომელიც ომის შემდეგ გაიზარდა, სხვა შორის ეს არის დევნილი ოჯახების შვილები, რომლებიც გაიზარდნენ დევნილობაში, ენგურს გამოღმა საქართველოში, შეიძლება ესე ითქვას და აი ისინი არ ფიქრობენ ესე, პირიქით ისინი იძახიან რომ მათ უნდა დიალოგი. რამდენიმე მათგანი ნამყოფი იყო აფხაზეთში და აქვთ ეს ურთიერთობები და კონტაქტები და ამბობენ, როდესაც ელაპარაკები ასე ერთში ინდივიდუალისტი ისინი საერთოდ სხვა პოზიციაზე არიან, მაგრამ როდესაც საჯაროდ გამოდიან, ცოტა სხვანაირად პოზიციონირებენ და ეს დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მეც მგონია რომ მედიის როლი სწორედ ეს არის, რომ შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგის დამყარებას. კი. ეხლა მაყურებელს, ოპერატორებს მინდა ვთქვა, რომ აი მაყურებლებს ვაჩვენოთ ლევანის, ესე ვთქვათ, მთავარი ჯილდო, ეს არის ევკალიპტი, ფოთოლი, აი პირდაპირ ეთერში. სიმბოლური, აი რო ვაჩვენოთ მაყურებელს, აი, რომელიც აფხაზეთის ერთ-ერთი დამახასიათებელი მცენარეა, უნდა აღინიშნოს ესეც. და აი ლევან, რამდენ კატეგორიაში გაიცა პრემია და სპეციალური კომისია აფასებდა როგორც ვიცი თქვენს ნაშრომის. მოგვიყევით დეტალები. დიახ, სპეციალური კომისია ეს პრემია წელს პირველად დაწესდა. სპეციალური კომისია აფასებდა, დიახ, იყო 4 კატეგორიაში, საუკეთესო ბეჭდური სტატია ონლაინ ან ელექტრონულ მედიაში, იყო საუკეთესო მულტიმედია ნაშრომი და რეპორტაჟი, იყო ასევე მშვიდობის დარგში გაიცემოდა პრემია და ანუ აფხაზეთიდან სხვათა შორის ამ ვისაც გადმოგცეს ეს პრემია, ერთ-ერთი იყო გარდაცვლილი ჟურნალისტი, რომელიც ძალიან ხშირად და აქტიურად წერდა აფხაზეთის საკითხებზე, იქ არსებულ ვითარებას და მის ოჯახს სიმბოლურად გადაეცა ეს პრემია. მგონია რომ ძალიან მე ვფიქრობ რომ არის ეს ძალიან საამაყო და მგონია რომ ქართულ სატელევიზიო და ზოგადად ამ სფეროში
უნდა არსებობდეს მსგავსი ჯილდო, იმიტომ რომ ეს აი, როდესაც კონკურსის ორგანიზატორებისგანაც წამოვიდა ის, რომ იმიტომ დაწესდა ეს პრემია უპირველეს ყოვლისა, რომ დღეს ქართული მედია ძალიან ცოტას საუბრობს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ძალიან ადრე უფრო მეტი იწერებოდა, მეტი რეპორტაჟები კეთდებოდა, მეტი სტატიები იბეჭდებოდა. დღეს ძალიან ცოტას საუბრობთ და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მამოტივირებელი, ესე რომ ვთქვათ, პირველი ნაბიჯები. დიახ. და ძალიან მნიშვნელოვანი, სხვა შორის ძალიან დიდი კონკურსი იყო ჩემს ნომინაციაში. კონკურენცია იყო დიდი, შენ ახსენე თავში, რამდენი ჟურნალისტი ღებულობდა დაახლოებით მონაწილეობას კონკრეტულად შენ რომელ კატეგორიაში ღებულობდი მონაწილეობას? საუკეთესო ბეჭდური ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში 10-მდე ჟურნალისტი ღებულობდა მონაწილეობას, როგორც მითხრა, საკმაოდ დიდი იყო კონკურენცია, თუმცა აი როგორც ამიხსნის კომისიის წევრობა, ბევრი დავა იყო მათ შორისაც, რომელი უნდა გასულიყო პირველ ადგილზე. მაგრამ უფრო მე მგონია, რომ უფრო მეტად გადაწონა იმან, რომ ყველა მხარე მყავდა წარმოჩენილი და უპირველესად მყავდა ის ახალი თაობა, რომელიც ომის შემდეგ დაიბადა და მყავდა საკუთრივ ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდა, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს და ის ახალგაზრდები, რომლებიც დევნილობაში ენგურს გამოხმა დაიბადნენ და ამათი ხმა აუდიტორიას რომ მივაწვინეს, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ მართლა ამაყები ვართ, რომ სწორედ ჩვენი მაუწყებლის ჟურნალისტმა მიიღო ეს პრემია. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ლევანური რაიმეს თქვა თუ კი, მინდა დავზინო, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის გუნდს მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ მართლა ბევრი გააკეთეს, რომ ეს მასალა კონკურსზე გაგვეტანა. აჭარის მაუწყებლის ვებგვერდის რედაქტორებს, იმიტომ რომ მართლა ასე დეტალურად გავიარეთ, ბევრი ინფორმაცია გაიცხელა, იმიტომ რომ თაც აკეთებ შვიდობის მიმართულებით და წერ მასალას, იქ ბევრი რაღაცა უნდა გაითვალისწინო, ბევრი რაღაცა უნდა გაცხრილო, რომ მხარეები არ დააზიანო. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ყველა ჟურნალისტის, როდესაც ამხელა ინფორმაცია გააქვს და ყველაფერი ვერ გამოგა. იმიტომ რომ ძალიან დიდი სიფრთხილე ჭირდება და მადლობა მათ ამისთვის. კი ბატონო, და ეს ყველაფერი არ არის, ამ ყველაფერს გაგრძელებაც ექნება, მაგრამ ამაზე მე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. მადლობა კიდევ ერთხელ, ლევან ურიდია, ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი იყო ჩვენი სტუმარი.